თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიოს EduStreams. საინტერესო ამბები, ადამიანები და ბევრი მნიშვნელოვანი რამ ერთ სივრცეში. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო EduStreams YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. მე ვარ ანა უგრეხელიძე, დემოკრატიის ხმების პროექტის მენეჯერი. დემოკრატიის ხმები არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს DVB International მის 15 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. ორწლიანი პროექტია, ჩვენი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, კრიტიკული აზროვნების, მედია წიგნიერების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში მიყავს სამიზნე ჯგუფები, მათ შორის არიან ახალგაზრდები, ზრდასრულები და ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამ პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა ჩავატარეთ, ტრენინგები, არტ-აქტივობები, გავაკეთეთ ასევე სამაგიდო თამაშები, კომიქსები და სხვა რესურსები, რომელიც სჭირდებათ ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ეს საინტერესო. დღეს ვიმყოფებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრში, სადაც დემოკრატიის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებას დავანახოთ თუ რეალურად რას წარმოადგენს დემოკრატია, რას ნიშნავს პროცესებში ჩართულობა, რას ნიშნავს ახალგაზრდების ხმა, მოქალაქეების ჯანსაღი კრიტიკა თუნდაც, მათი აქტივიზმი, რამდენად მნიშვნელოვანია ისმოდეს მათი ხმა ზოგადად ამ დემოკრატიულ პროცესებში და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თემის განვითარებისთვის. ჩვენი ფესტივალი კომპლექსურია, მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ჩვენი სამაგიდო თამაშებს თამაშობთ, ჩვენი კუთხე გვაქვს, გვაქვს ასევე სესიები სხვადასხვა მიმართულებით, წიგნები რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად აქტივიზმში და ასე შემდეგ. დემოკრატიის ფესტივალი ტარდება 9 რეგიონში, ასევე სხვადასხვა აქტივობები, რაც ჩავატარეთ პროექტის განმავლობაში, მათ შორის ტრენინგები მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით, კრიტიკულ აზროვნებასთან, ფორუმ თეატრი, არტ-აქტივობები და სხვადასხვა ფილმჩვენებები და საჯარო შეხვედრები. ეს ყველაფერი ტარდება 15 ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრში ყველგან ერთობლივად ამ 2 წლის განმავლობაში. ეს არის უკვე პროექტის მიწურული, სადაც გვინდა რომ შევაჯამოთ ჩვენი აქტივობები, ვესაუბროთ ჩვენს ბენეფიციარებს, მათი ხმაც გავიგონოთ და ჩვენი უკავშირით გავაცეთ. ზრდასრულთა განათლების ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზოგადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იმისთვის, რომ მსგავსი აქტივობები იყოს ჩართული, სივრცეები შეიქმნას არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს, რომ რაღაც ახალი ისწავლოს. ეს იქნება პროფესია, თუ შეიმეცნოს, თუნდაც საკუთარი თავის განვითარებისთვის, საკუთარი რეგიონის განვითარებისთვის ისწავლოს რაიმე, გააკეთოს რაც შეუძლია მას, რომ ჩაერთოს აქტიურად სამოქალაქო პროცესებში, იყოს კარგი მოქალაქე. ჩვენი პროექტი 2 წელია მიმდინარეობს, როგორც გითხარით და უსასყიდლოდ სრულიად უფასოდ შეეძლოთ ადამიანებს ჩართულიყვნენ ჩვენს აქტივობებში. მიიღოთ ცოდნა რეალურად როგორ უნდა მაგალითად, როგორ უნდა გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან, როგორ გადამწყვეტ წყარო, როგორ მოიპოვონ რეალურად ხელშესახებ ინფორმაციას მოძლებთ მათ, რომ ეს უნარები მიიღოთ. ხელოვნური ღონისძიების დემოკრატიის ხმების ფარგლებში მქონდა აქტივობა თავის წიგნები თავისუფლებაზე, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ ეს საშუალება, რომ ჩართულიყვნენ თამაშში, სადაც მოამზადეს ყდები, წიგნის ყდები, რომელიც გამოხატავდა დემოკრატიას, შექმნეს სათაური, შექმნეს წიგნის ვიზუალი. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ეს აქტივობა, დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და ამის შემდეგ ჰქონდა ასევე დისკუსია, სადაც მიმოვიხილეთ თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს დემოკრატიასა და წიგნებს ერთმანეთთან. როგორ შეიძლება იყოს თავისუფლება ადამიანის და მოქალაქის გამოძახილი წიგნებში ასახული. ასევე დისკუსიის ფორმატში ვისაუბრეთ, როგორ ვითარდებოდა მოქალაქის ცხოვრება ანტიკური ხანიდან დღემდე, თანამედროვე ეპოქამდე და როგორ
შემოინახა ეს მოვლენები წიგნებმა. საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, რადგან როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, სხვანაირად ფიქრობენ, სხვანაირად უყურებენ მოვლენებს და მნიშვნელოვანია მათი აზრის დაფიქსირება მიმდინარე მოვლენებში და სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა შეუწყო ხელი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა, რისთვისაც ძალიან მისასალმებელია და რისთვისაც მადლობას მოვახსენებ ჩემი და ჩემი აქტივობის მონაწილეების სახელით. დღეს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გვაქვს შემაჯამებელი ღონისძიება დემოკრატიის ფესტივალი. ეს ღონისძიება ტარდება დემოკრატიის ხმების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ DVV International ჩვენს პარტნიორ 15-ე ზრდასრულთა განათლების ცენტრთან. ამ პროგრამის ფარგლებში უამრავი ღონისძიება ჩატარდა, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი იყო ჩართული, ასობით ადამიანი გაიარეს სხვადასხვა სახის ტრენინგები, სხვადასხვა სახის კლუბებში იყვნენ გაერთიანებულნი და დღეს ყველაფერი ეს ამის დაბოლოება, შეჯამება არის ახალციხეში. მნიშვნელოვანი არის, ვფიქრობ ძალიან, რასაც ადგილობრივი ცენტრი აკეთებს, უკვე 15 წელიწადზე მეტი არის ეს ორგანიზაცია იღწვის რეგიონში ზრდასრულთა განათლებისათვის, არაფორმალური განათლების განვითარებისთვის, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც რეგიონისათვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. გადაცემა მომზადებულია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის მიერ. თვალი გვადევნეთ რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.